ეს არის ჩემი კოლეგისა და მეგობრის ვახო სანაიას დაკავება, ვახო მხრედ იქნება ცხადია და ის აი კადრების ადასტურებს იმას, რომ ის მხრედ არის ჩვენ ჟურნალისტები ცხადია მასთან ერთად ვართ, არა მხოლოდ ამ ტელეარხის, არამედ მთლიანად დამოუკიდებელი ქართული მედიის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც სიტყვით ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისათვის და ვიბრძვით იმისთვის, რომ მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია და მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს კრიტიკული აზროვნება, კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი მედროშე, მეთქი ასე ვიტყვი, ვახო სანაია დაკავებულია ეს კიდევ ერთი დათელი დადასტურებაა, რომ ვიზინა ივანიშვილი კლავს, პირდაპირ მნიშვნელობით კლავს ან სპობს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, კრიტიკულ აზროვნებას ჩვენ ქვეყანაში შესაბამისად კრიტიკული აზროვნების გარეშე დარჩენილი საზოგადოება ბუნებრივია, რომ ის არის რუსეთული საზოგადოება, ამის თქმა გარდაულა და აუცილებელია. მე უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ვისაც თავისუფლება როგორც ასეთი ძვირფასია, ვისაც ქვეყანა როგორც ასეთი ძვირფასია, მე მოვუწოდებ, რომ პროტესტის სხვადასხვა კანონიერი ცხადია მშვიდობიანი ფორმით მაქსიმალურად შეძლების დაგვარად და ყოველთვის შევეწინააღმდეგოთ ყველა ხელისუფალს და ჩვენ შემთხვევაში კი ვიზინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რომელიც ანგრევს ამ ქვეყნის იდენტობას, როგორც ასეც ჩვენ არ გქონდა ბუნებრივია ეს ახლა მოხდა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ გვინდოდა კი არა, არც ჩაფიქრებული გქონდა და ვერც გამახვილებით, იმიტომ რომ ეს გადაცემის მიმდინარეობისას მოხდა ეს ახალი ამბები ვახოს და არა მხოლოდ ვახოს დაკავება. მე როგორც დაგეგმილი იყო გადაცემა იმას გავყვები ახლა, ჩემი სტუმარი არის სხვა საკითხზე და ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ბარემ ვიტყვი, განათლების რეფორმად წოდებული განათლების სისტემის მკვლელობა, ვიზინა ივანიშვილის მიერ მოწყობილი, ჩემი სტუმარი არის ბატონი შალვა ტაბატაძე, რომელსაც განათლების სპეციალისტი, ესე წარგად გინოთ, ბატონ შალვა, დაბრძანდით, ძალიან დიდი მადლობა და მე არ გკითხავთ მიმდინარე საკითხებზე, რამდენადაც ჩვენ გვაქვს სასაუბრო მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, თუმცა ჩემს აღშფოთებას პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, რა გვითხრა ქართულმა ოცნებამ ამ რამდენიმე დღის წინ, რა ეგრეთ წოდებულ რეფორმას გვთავაზობს ტრიბუნა თქვენი, ჩემი ალაგ-ალაგ ჩაკითხვებიც და შეაფასეთ როგორც სპეციალისტი. კი ბატონო, წარმოდგენილი კონცეფცია ერთი შეხედვით თუ ჩახედავდით, იყო თითქოს ძალიან მძიმე და ცუდად დაწერილი, თავისი სტრუქტურით, ენობრივი მანერით, აზრების გადაბმით და ასე შემდგომ, თითქოს რთული იყო ამოკითხვა იქ რეალური პოლიტიკის, თუმცა მეორეს მხრივ იყო საკმაოდ ცხადი და ნათელი, თუ ამ რეფორმის თვალსაზრისით საით მიყავს ხელისუფლებას განათლების სისტემა და განათლების სისტემის გამოყენებით ასევე ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო. აი მოკლედ რომ თქვა, აი სამ ძირითად მიმართულებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რა ეფექტებით შეიძლება ჰქონდეს ამ კონცეფციის განხორციელებას და მის ხორცშესხმას მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში, რომ დავიწყოთ ეს უშუალოდ უკავშირდება თქვენ შესავალ ნაწილს, რაზეც ისაუბრეთ, სისტემის რეპრესიულობას, ყველაზე მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც იქნება და ძალიან მყისიერი ეფექტი თუ ამ რეფორმის განხორციელება დაიწყო, ეს იქნება რეპრესიული ინსტრუმენტის და მექანიზმის შექმნა, რომლის მეშვეობითაც უმაღლესი განათლება დაექვემდებარება სრულ კონტროლს. ანუ სახელმწიფო კონტროლს. კი, სახელმწიფო კონტროლს. აქ ნათელია მთავარი მიზანი, რაც უფრო სწრაფად უნდა იყოს მიღწეული, ანუ მოკლევადიანში. ეს არის ბოლო პერიოდში თვალნათელი გახდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაწილი ხელმძღვანელობის იყო საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი ერთის მხრივ და ამავე დროს იყო პროფესურა, რომელიც ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი. ჩაგიკითხებით, ამ რეპრესიული ერთ-ერთი მექანიზმი ან შეიძლება თლაც ზუსტი სიტყვა არ არის, იქნება ამ სწორედ თქვენს მიერ ხსენებული კრიტიკული პროფესურის შესაძლო განთავისუფლებას ამსახურებიდან? კი, აი განმარტავ. პირველი იქნება ის, რომ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, რომელიც ხელში ეჭხირება ხელისუფლებას, იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნებითა და შესაბამისი საგანმანათლებლო რეფორმებით გამორიჩევა, მნიშვნელოვანი იყო ამ ხელმძღვანელობის როგორღაც სისტემიდან ჩახსნა. შესაბამისად, შემოთავაზება ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი თუ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ეს ნიშნავს რეორგანიზაციას
მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებისა, რაც გულისხმობს, რომ მთლიანად მმართველობითი რგოლებიც შეიცვლება. შესაბამისად, ამ რეორგანიზაციის პირობებში, რა თქმა უნდა, პირველი ორგანო და პირველი ხელმძღვანელი, რომელიც ვერ დარჩება თავის თანამდებობაზე, ეს იქნება ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ეს არ იქნება ისე, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს რეორგანიზაციის შედეგად, როდესაც მოხდა რეორგანიზაცია, შეიძლება სხვა უნივერსიტეტის რექტორებიც განთავისუფლდნენ, მათ შორის მოხდება აი ამ არასასურველი მმართველობითი რგოლის მოშორება. მეორე უკვე არის უშუალოდ რაც თქვენ ბრძანეთ, არასასურველი პროფესორების ან სისტემის გარეთ დატოვება, რეორგანიზაციის ან არარეორგანიზაციის, ხო? ან თუ დარჩებიან სისტემაში, მათი ერთგვარად კონტროლი და მიბმა, რათა თუნდაც მათი კრიტიკული დამოკიდებულება აღარ გამოამჟღავნოს. ეს პრინციპში თვალნათლივ გამოჩნდა იმ განცხადებებში, როცა ითქვა, რომ მაგალითად თუ კი პრინციპი არის ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი, ეს ნიშნავს, რომ თუ სხვადასხვა ფაკულტეტები არის თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში დღეს გაფანტული, იქიდან მოხდება მხოლოდ ერთის დარჩენა და ამავე დროს სახელმწიფომ პირდაპირ განსაზღვრა და თქვა ფაქტობრივად, რომ როგორი უნდა იყოს იქ პროფესურის წარმომადგენლობა, ერთი სრული პროფესორი, ორი ან სამი ასოცირებული პროფესორი და 10 ასისტენტ პროფესორი, ანუ დაახლოებითი რაოდენობაც განისაზღვრა, როგორ მოხდება რაოდენობრივად მათი შერჩევა. ეს რა თქმა უნდა ცალსახად ნიშნავს, რომ არსებული პროფესურის დიდი ნაწილი ამ შერჩევაში ვერ მოხდება, იმიტომ რომ დღეს თუ ავიღებთ მონაცემებს, მაგალითად, მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩვენ გვყავს 5000 პროფესორი და კერძო უნივერსიტეტებში კიდევ დაახლოებით 6000, მათ შორის მეორდება რაღაც ნაწილი ამ პროფესურის, თუმცა წმინდა სახელმწიფო უნივერსიტეტები რო ავიღოთ, ეს არის 5000 პროფესორი და მათ შორის 1200 სრული პროფესორი და რომ წარმოვიდგინოთ ერთ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთი სრული პროფესორი და რამდენის დატოვებასაც აპირებენ, ნათლად ჩანს, რომ საკმაოდ დიდი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს გადარჩევის შესაბამისად არასასრული კადრების მოშორება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თუ საჭიროა მათი კონტროლის შემდგომ პერიოდში. ეს არის მყისიერი შედეგი, რომელიც ამ რეორგანიზაციის შედეგად მალევე დადგება. თუმცა, ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, მე მგონია, რომ მარტო ეს მყისიერი შედეგი არ არის ამ კონცეფციაში ჩადებული, არამედ არის საკმაოდ შუალედური მიზნებიც, რომელსაც გარკვეული დრო ჭირდება მისაღწევა და საკმაოდ გრძელვადიანი მიზნები, რომელიც პრინციპში შესაბამისობაშია იმ ქვეყნის ტიპთან, რომლის მშენებლობასაც გეგმავს ხელისუფლება. ანუ დღევანდელი განათლების სისტემა თავსებადი არ არის იმ სახელმწიფოსი, რომლის აშენებასაც გეგმავს დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ მნიშვნელოვანია განათლების სისტემა ისე შეიცვალოს, რომელიც იქნება შესაბამისობაში და იმ ტიპის მოქალაქეს, იმ ტიპის მეცნიერებას და იმ ტიპის განათლებას ჩამოაყალიბეს, რომელიც მოდის ვიხდით თქვენ ალბათ გრძელვადიანზეც უნდა თქვათ ორიოდე სიტყვა, მაგრამ გრძელვადიან შედეგებზე, მაგრამ აი როგორი ქვეყნის, ან როგორი განათლების შესაბამისად როგორი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას აპირებს de facto ხელისუფლება მორჩილი ადამიანისა, კრიტიკული აზროვნებისაგან დაცლილი ადამიანისა, იმიტომ რომ სტუდენტებს 3 წელი მერე კიდე სხვა სტუდენტებს კიდე საფუხეშად ხსნი, ხო? რაღაც ეს თაობები თუ იზრდება, ის ამ თაობებს არ აქვთ. კი. ეს არის აი ეს გრძელვადიანი ეფექტი, რაზეც მინდოდა მეთქვა და მე ვისაუბროთ მაშინ შუა ეფექტზე, რაც ასევე მიღწევადი იქნება. გრძელვადიანში თუ ავიღებთ, როგორც თქვი და როგორც თქვენც აღნიშნეთ, სწორედ ეს არის მიზანი, შეიქმნას იმ ტიპის განათლების სისტემა, რომელიც აწყობს იმ ტიპის სახელმწიფოს, ავტორიტარულ სახელმწიფოს, რომლის შექმნასაც გეგმავს დღევანდელი ხელისუფლება. და ეს გამოიხატა, სხვათა შორის კი ეს იყო უმაღლესი განათლების კონცეფციის პრეზენტაცია, მაგრამ ამის პარალელურად განათლების მინისტრმა ბოლოს ისაუბრა, რომ ამის კვალდაკვალ იგეგმება სასკოლო განათლების რეფორმა. აქ ორ ფაქტორს გაუსმევ ხაზს. ერთი რაც ითქვა, რომ მაგალითად მცირე რაოდენობა პროფესორების, რომელიც დარჩება, რომელიც თქვი რაოდენობა, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სტუდენტების რაოდენობაც შემცირდება.
შემცირებული სტუდენტთა რაოდენობა ეს პირდაპირ რაში გვჭირდება 21 საუკუნეში უმაღლესი განათლების მიზნები შეიცვალა მთელ მსოფლიოში და ხედვა. ანუ თუ ადრე ხედავდით და გვესმოდა ის რომ უმაღლესი განათლება იყო ტექნიკური ადამიანების მომზადებას როგორც სამუშაო ძალის და შემდგომ ამის თვალსაზრისით ეკონომიკის განვითარება 21 საუკუნეში ეს პრინციპი შეიცვალა და ერთ-ერთი მთავარი მიზანი უმაღლესი განათლების გახდა ყარი დემოკრატიისა და ცივილური საზოგადოების ჩამოყალიბება. იმიტომ რომ უმაღლესი განათლება ამას უწყობს ხელს ლევაზე დაფუძნებული მოაზროვნე ჩამძიებელი მოქალაქის გაზრდით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ სოციალური მობილობით, როდესაც უმაღლესი განათლების მიღებით შესაძლებლობა ეძლევა ყველა ადამიანს გადავიდეს სოციალურ საფეხურზე სხვადასხვა. ამიტომ უმაღლესმა განათლებამ ეს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია შეიძინა და ამიტომ არის რომ 21 საუკუნეში მთელი აქცენტი, მათ შორის ამაზე ბევრი კრიტიკა იყო ზოგიერთი იგივე განათლების სპეციალისტების მხრივ, უმაღლესი განათლება გახდა მასიური, ანუ ელიტური უმაღლესი განათლებიდან გადავიდა მასიურ უმაღლეს განათლებაზე, იმიტომ რომ დიდი რაოდენობის სტუდენტების ჩაბმა უმაღლეს განათლებაში გახდა მნიშვნელოვანი საზოგადოების განვითარებისთვის და იმ დემოკრატიის განვითარებისთვის, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოში უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, პროფესორის რაოდენობის შემცირება თუ სტუდენტთა რაოდენობის შემცირება მის შესაბამისი გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას, ამ საზოგადოების განვითარების, რომელიც ჩვენ პოსტსაბჭოთა საზოგადოებას განსაკუთრებით გვჭირდებოდა და გვჭირდება, ამის შესაძლებლობას კარგავს. და ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტორს, რაზეც იყო საუბარი ზოგადი განათლების საფეხურზე, იქ მინისტრმა ორი წინადადება თქვა და ამ ორ წინადადებაშიც იყო გასაგები. მან თქვა, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შევცვალეთ 2023 წელს. ამ მიზნების შესაბამისად ჩვენ ახლა ვაკეთებთ ახალ სტანდარტებს, სასკოლო სტანდარტებს და ამ სტანდარტების შესაბამისად ჩვენ მალე დავიქირავებთ ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც დაიწყებენ სასკოლო სახელმძღვანელოების წერას ამ სტანდარტების შესაბამისად. ანუ სახელმწიფო დაიწყებს თვითონ სახელმძღვანელოების წერას, რომელიც შევა სასკოლო სახელმძღვანელოებში. მაყურებელს რო უთხრათ, მანამდე სისტემა იყო, რომ სახელმწიფო განსაზღვრავდა მინიმალურ სტანდარტს და იმ შედეგებს და ინდიკატორებს, რომელიც უნდა ყოფილიყო მიღწეული, ხოლო შინაარსი და მეთოდოლოგია, როგორ იქნებოდა ასახული სასკოლო სახელმძღვანელოებში, ეს იყო გამომცემლების და კერძო ავტორების პრეროგატივა სახელმწიფო თვითონ არსად არ წერს სახელმძღვანელოებს, რა თქმა უნდა, ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით მას აქვს გრიფირების წესი, რომლითაც აკონტროლებს, რომ უხარისხო სახელმძღვანელოები არ მოხდეს, თუმცა სხვას აძლევს ის თუ ხარისხიანია თუ არა არის ხარისხიანი, ბუნებრივია არ აძლევს. მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით ეს არ არის სახელმძღვანელო იდეოლოგიური ინსტრუმენტი, ეს არის ის, რომ რაც სასწავლო გეგმაშია კრიტიკულად მოაზროვნე, ანუ აზროვნების შესაძლებლობა მივცეთ მოსწავლეს და არა ეს არ არის პროპაგანდის ინსტრუმენტი, არამედ და ინდოქტრინაციის. იმისა, რომ სწორედ პროპაგანდისტური იქნება, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ დარგებში, ხო, ცხადია, არის მაღალზე მაღალი ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი, მშალვა, ახლა კლავ მომწერეს კიდევ ერთი პირის მოქალაქის დაკავების თაობაზე, ეს არის ლევან ჯობავა, მაყურებელს გავახსენებ, ეს ის ახალგაზრდა კაცია, რომელიც ამ ერთი კვირის წინ შესაძლოა მეტი ხნის წინ იყო ჩემი სტუმარის და ხშირი სტუმარია ტელეკომპანია ფორმულასი, ეს ის ახალგაზრდა კაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაიარაღა ტიტუშკა, რომელიც რაღაც იარაღით ემუქრებოდა თუ იარაღით დადიოდა რუსთაველის გამზირზე, განაიარაღა და ამის შემდეგ გადაკიდებული იყო და იყო ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი სტრუქტურა, რეალურად კი ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი მასზე განაგრძეთ, უბრალოდ ვალდებული ვიყავი ეს ყველაფერი. ხო, ამავე კონტექსტში გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ჩანს კონცეფციაში, ოღონდ შუა პერსპექტივა არ დაგვაუწყდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი სამწუხაროდ მზაკვრული. გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დააკვირდებით კონცეფციას, იქ საუბარია, რომ რეგიონალურ უნივერსიტეტებში ორი მიმართულება დარჩება. ეს არის პედაგოგიკა და ეს არის აგრარული მიმართულებები.
ეს ფაქტობრივად წარმოადგენს ხედვას თუ როგორ ხედავს სახელმწიფო ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას. რეგიონალურ უნივერსიტეტებში. ეს ავტომატურად შეეხება თუ არა, კი მოდიშეთ შესაძლოა ძალიან არაა კომპეტენტური კითხვა, მაგრამ მაინც იმ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც არის ბიზნა ივანიშვილის არა, ეს ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს და სავარაუდო მარცვალი ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით ასევეა ჩადებული, როგორც ჩანს ამ კონცეფციაში და ამაზეც ვისაუბრებ. აქ იმის თქმა მინდა რომ გრძელვადიანად უყურებს რეგიონის განვითარებას, როგორც მხოლოდ და მხოლოდ აგრარული მეურნეობების და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებით წარმოუდგენელია ქვეყანა იყოს განვითარებული და ამ მიმართულების სხვა მიმართულების გამორიცხვით და ინტერდისციპლინარული მიდგომის გარეშე წარმოუდგენელია ამის განვითარება. გარდა ამისა საუბარი იყო რომ თუ ჩვენ გვაქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმძღვანელოების პრობლემა თურმე დასხდებიან თითო მიმართულებაზე თითო სახელმძღვანელოს დაწერენ და ამ სახელმძღვანელოებით ისწავლიან უმაღლეს განათლებაში. ეს არის ჩამორჩენილი სისტემა, წარმოუდგენელია 21 საუკუნეში, როდესაც მონაცემების ეპოქაა, როდესაც მთელი მსოფლიო ფიქრობს იმაზე, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ ამდენი მონაცემების პირობებში, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვასწავლით პირველ კურსზე, განსაკუთრებით ინჟინერიის, ტექნოლოგიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებებით, როცა ისინი მესამე კურსზე ეს ინფორმაცია და ეს მონაცემები და ეს კვლევები უკვე მოძველებულია და ფაქტობრივად ამ მოძველებულ ინფორმაციას ვაძლევდა ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა მთელი მსოფლიო ტექნოლოგიებისა და AI-ის ეპოქაში ჩვენ ვილაპარაკოთ ჰუმანიტარულ დარგებს გადავწყვეტებით ქვეყნის ნებართვით ვილაპარაკოთ მხოლოდ შუშანიკზე შეგნებულად და შესაძლოა ვუტრირებ, მაგრამ შუშანიკზე როგორც ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებზე მნიშვნელოვანზე განა არა, მაგრამ და სასკოლო განათლების რეფორმაც როგორც მე ვხვდები იმიტომ რომ იქ ერთი ფრაზა ან კომენტატორებთან იყო ხურში მოხდა სულიერებაზე იქნება დაფუძნებულიო და სულიერების განმარტება ძალიან ფართოა და ძალიან ინდივიდუალური ეს ერთი ვიტყვი ამას და მეორე როგორც ჩანს სახელმწიფო აპირებს რომ სწორედ აი ამგვარ ფსევდოპატრიოტულ საკითხებზე კი ეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები როცა მიიღეს 2023 წელს იქ ფართოდ იყო ეს კონტექსტი მოცემული და ამ თვალსაზრისით პირდაპირ იყო და პრინციპში წინა საარჩევნო კამპანიაშიც კი ჩართეს ეს კომპონენტი, რის შემდგომაც დაიწყო ღირებულებითი განათლების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იდეაში ღირებულებითი განათლება, თუმცა სკოლებში შეიყვანეს საეკლესიო პირები, რომლებიც მათ მასწავლებლის ნაცვლად იდეოლოგიზირებული ღირებულებითი განათლება უკვე მნიშვნელოვანი კი არა, სწორედაც რომ არა რა თქმა უნდა, ამაშია პრობლემა. და ისევე როგორც განვითარების არარსებობის გრძელვადიან პერსპექტივაში სურვილს მეტყველებს ის, როდესაც ითქვა, რომ სახელმწიფოს ექნება დაკვეთა თუ რა რაოდენობის სპეციალისტი ჭირდება, იმ დაკვეთის შესაბამისად გამოყოფს თანხას და დააფინანსებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ეს რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გეგმავს, რომ ეს იყოს სტატიკური ქვეყანა, რომელიც განვითარებას არ ექვემდებარება, იცის რამდენი ინჟინერი ჭირდება, რამდენი ტექნოლოგი, რამდენი რეგულირებადი პროფესიები გასაგებია მასწავლებელი, ექიმი, იურისტი, მაგრამ სხვა მიმართულებებზეა აქ საუბარი. ეს წარმოუდგენელია დინამიურ განვითარებულ ეკონომიკებში. სადაც მაგალითად, როდესაც უმაღლეს განათლებას იღებენ ადამიანები და შემდგომ საქმდებიან ისეთ პროფესიებში საქმდებიან, რომელიც არ არსებობდა, როცა მათ უმაღლესი განათლება მიიღეს. ან ისეთ ტექნოლოგიებს იყენებენ ახლა თავის სამუშაო ადგილზე, რომელიც არ არსებობდა, როცა მათ უმაღლესი განათლება მიიღეს. შესაბამისად, შენ დაგეგმო ამდენი სპეციალისტის გამოშვება და რაღაც სტატიკურად რაღაცეები ასწავლო, ეს არის ეს ნიშნავს, რომ შენ განვითარებაზე ამბობ უარს და მთელი ეს კომპლექსი ამ რეფორმების ნათლად მეტყველებს რა ტიპის სახელმწიფო, რა ტიპის ეკონომიკა და რა ტიპის იდეოლოგიზირებულ უმაღლეს თუ ზოგად განათლებას გვთავაზობს. და შუალედური მიზნები, რაც აგრეთვე საკმაოდ მძიმეა და რაც ნათლად ჩანს ამ კონცეფციაში და ამ დოკუმენტში, ეს შეეხება საქართველოს მთლიანად ფაქტობრივად ჩამოშორებას ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან, რომელიც ყიციერად შეიძლება არ დადგეს, მაგრამ
ის შემოთავაზებები, რომელიც ამ კონცეფციაშია, ეტაპობრივად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეიძლება დავრჩეთ ეგრეთ წოდებული მოსახლეობის სრულუფლებო ბოლონიის პროცესის ნაწილი, თუმცა რეალურად ის სიკეთეები, რაც ამ პროცესს ახლავს, აბსოლუტურად იქნება მიუწვდომელი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. აქ შეიძლება რამდენიმე კომპონენტი გამოვყოთ, რაც ამ პროცესს უწყობს ხელს და რაც კონცეფციაში ჩანს. პირველი სიკეთე, რომელსაც დაკარგავს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც სურვილი აქვს ამის, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს სკოლის დამთავრების შემდგომ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში. ამის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ შემოთავაზებულია 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა 12 წლის ნაცვლად, როდესაც ევროპის სახელმწიფოთა უმეტესობა არის 12 ან 13 წლიან სწავლებაზე და ისინი 11 წლიანი სწავლების ატესტატს არ აღიარებენ უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად. შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს სკოლის დამთავრების შემდგომ უმაღლესი განათლება, მან სხვაგან უნდა დაამთავროს 12 კლასი, ისევე როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ გავრცელებული იყო განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც სრულდაფინანსებას იძლევიან, თუ კი შენ მათ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ, მათ აქვს კონკრეტული კრიტერიუმები საგნების მიხედვით, რამდენი წელი უნდა სწავლობდეს საშუალო საფეხურზე მათემატიკას, რა ტიპის მათემატიკა უნდა გქონდეს გავლილი და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, ნუ შეიძლება მთლიანად მე-12 კლასელთა კოჰორტაში ეს რამდენიმე ნიჭიერი შეიძლება ცოტაა რაოდენობრივად, თუმცა საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ამ ნიჭიერი ადამიანების პროცენტული მაჩვენებე ხო? არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუნდაც 5 ბავშვი, რომელიც ამ შესაძლებლობას დაკარგავს. 5 ბავშვი შეერთებულ შტატებში და 5 ბავშვი საქართველოში სულ სხვადასხვა და ფაქტობრივად ამ 5 ბავშვს, რომელიც მანამდე სრულდაფინანსებას იღებდნენ ძალიან პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამერიკაში, ეს შესაძლებლობა დაეკარგება და ესენი იყვნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში მათ შორის კომაროვის სკოლის მოსწავლეები და თუ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელიც ამ შესაძლებლობას იღებდნენ და იმ სისტემით, როდესაც 11 კლასზე გადავალთ, ეს იქნება აბსოლუტურად დაკარგული. ამას უნდა დავამატოთ 3+1 სისტემა, რაც გულისხმობს 3 წელი ბაკალავრიატი, 1 წელი მაგისტრატურა. 3 წელი ბაკალავრიატი თავსებადია ევროპულ სისტემასთან, თუმცა არა ისე, რომ სახელმწიფო განსაზღვრო ყველა პროგრამა უნდა იყოს 3 წლიანი. იქ არის მოქნილობა, როდესაც შენ შეგიძლია პროგრამის შესაბამისად ან გქონდეს 3 წლიანი პროგრამა, ან გქონდეს 4 წლიანი პროგრამა, იქიდან გამომდინარე თუ რა საჭიროებებია. ინჟინერიაში, სოციალურ მეცნიერებებში და ასე შემდგომ არის ძირითადად 4 წლიანი პროგრამები და ბიზნეს ადმინისტრირება არის ის მიმართულება, რომელშიც არის 3 წლიანი პროგრამები. შესაბამისად, ბიზნეს ადმინისტრირების მიღმა სხვა პროგრამები არათავსებადი აღმოჩნდება და შესაბამისობა ვერ იქნება დადგენილი და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაც კი იქნება პრობლემური, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ გვაქვს 11 კლასიანი სისტემა, ანუ იქაც რაღაც დავაკელით ჩვენს აბიტურიენტებს და ეს თავისთავად შექმნის პრობლემას უკვე სამაგისტრო საფეხურზე ვისაც ენდომება სწავლის გაგრძელება, მისთვისაც იქნება არათავსებადი ეს ბაკალავრიატი, მას ეტყვიან, რომ ის ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროპულ უნივერსიტეტებს აქვთ სამაგისტრო საფეხურზე და ეს შესაძლებლობაც იქნება დაკარგული. ისევე როგორც ამას მოყვება შემდგომი საფეხური, სადოქტორო საფეხური, რომელიც ცალსახად ითხოვს მინიმუმ 300 კრედიტს საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე, ან 240 + 60, ან 180 + 120, ან 240 + 120, ხოლო ჩვენ სისტემაში ეს შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ 240 კრედიტი, რომელიც დღეს ბაკალავრიატისთვის არის, იქნება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ერთად. შესაბამისად, წარმოუდგენელი იქნება ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, მომავალმა სამეცნიერო სივრცემ მიიღოს დასავლური სადოქტორო განათლება და ფაქტობრივად ამასაც ჩავეხსნებით. ამას მოყვება ისიც, რომ მაგალითად თუ დღეს შესაძლებელია მათ შორის ქართული დიპლომით თუ შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს თავსებადია ევროპულ მოთხოვნებთან დასაქმდე ან ონლაინ ან ფიზიკურად ევროპის წარმატებულ კომპანიებში თუ სხვადასხვა ორგანიზაციაში ეს თავსებადობაც მალე იქნება მოხსნილი და ფაქტობრივად ეს შესაძლებლობაც აპელირებს მიგრაციას, სწორედ ამბობს სიტყვაზე მიგრაციულ პროცესს, ანუ
მე კარგად ვერ ხვდები რას გულისხმობენ ამ მიგრაციულ პროცესებში და რა კონტრარგუმენტი გვაქვს ჩვენ, ანუ რატო არ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ შრჩება იქ და იმიტომ მიგრაციული პროცესები, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ მიგრაცია არის დიდი, მათ შორის სკოლის მიტოვების მაჩვენებელი მიგრაციული პროცესების გამო არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამის საპასუხოდ არის ის, რომ თითქოს რადგან აღარ იქნება თავსებადი ჩვენი მოსწავლეები და ნიჭიერი ახალგაზრდები დარჩებიან საქართველოში და აღარ წავლენ. ეს არგუმენტი იქნებოდა მისაღები იმ შემთხვევაში, თუ კი გვეტყოდნენ ჩვენ, რომ ჩვენი განათლების სისტემა იქნება იმდენად ხარისხიანი, რომ ჩვენ მოსწავლეებს აღარ ექნებათ мотиваცია ევროპულ უნივერსიტეტებში წასასვლელად, იმიტომ რომ აქაც მიიღებენ უფრო კარგ განათლებას და მათი არჩევანიდან გამომდინარე კი არ წავლენ საქართველოში დარჩებიან და ეს იქნება მიგრაციასთან სწორი პოლიტიკის გამო, მაგრამ იმიტომ რომ შენ აქ განათლებას ვერ მიცემ და თავსებადიც აღარ იქნება, რომ ან ევროპაში მაინც მიიღოს ის განათლება, რასაც დღეს საქართველოს ახალგაზრდები იღებენ და ჩამოდიან და აქ ახმარენ საკუთარ ცოდნას. ეს ნიშნავს, რომ შენ მას არჩევანის შესაძლებლობას უსპობ და აქაც ვერ აძლევ განათლებას და არანაირ აქ ვერ აძლევ ხო, უმაღლეს სასწავლებლებში მე რამდენადაც ვიცი კერძოში თუ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში კიდევ უკეთესი მდგომარეობაა, როგორც ბაკალავრიატში, ისე მაგისტრატურაში განათლების მიცემასთან. ადეკვატური განათლების სასკოლო განათლების მიცემაში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, მათ შორის მასწავლებელთა სწორი სიტყვა კვალიფიკაციის თვალსაჩინო ხო სიამოვნებაა. კი, სასკოლო განათლებაში გვაქვს პრობლემა და თუმცა ისე ოპტიმისტური მაინც და მაინც უმაღლეს განათლებაზეც ვერ ვიქნები. მე მიუხედავად იმისა, რომ თუ შევადარებთ ბოლო 20 წელს, ჩვენ გვაქვს მკვეთრი პროგრესი. როგორც ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების უმაღლეს განათლებაში, ისევე ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით, ისევე როგორც ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მათ შორის თუნდაც კვლევების მიმართულებით თუ ავიღებთ მაგალითად სკოპუსში ინდექსირებულ ჟურნალებში ქართველი მეცნიერებების გამოქვეყნებებს, თუ ეს 2005 წელს იყო 300, დღეს 2010 და რაოდენობრივი თვალსაზრისით და პროგრესი ცალსახაა თავისთავად. თუმცა ეს არ არის ის მაჩვენებელი, რითაც ჩვენ შეიძლება მოვიწონოთ, ან ბევრად უკეთესი პროგრესის მიღწევა შეიძლება და უმაღლეს განათლებაში დინამიკა უკარგია, კარგია, დინამიკა კარგია და მნიშვნელოვანია. ეს ისევე როგორც მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები იყო როგორც სამედიცინო მიმართულები და საერთაშორისო სტუდენტების, ასევე ძალიან საინტერესო იყო საინჟინრო ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და აქაც ამერიკის მთავრობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ პროცესს, როდესაც სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით შემოვიდა და თესეუში ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში დაინერგა ამ მიმართულებებში სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები, როდესაც სტუდენტები იღებდნენ სან-დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომს, შემდგომ გავიდა სან-დიეგოს უნივერსიტეტი, თუმცა დარჩა ეს პროგრამები კვალიფიციური პედაგოგებით და გამართული ლაბორატორიებით, გაკეთდა ინგლისურენოვანი პროგრამები, რომლებმაც გაიარეს ამერიკული აკრედიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აკრედიტაციაა და როგორც საერთაშორისო, ასევე ანუ საქართველოში იღებენ ფაქტობრივად ამერიკული დონის განათლებას ამ მიმართულებები და როდესაც ეს მიმართულებები ეხლა ამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ძალიან მძლავრად არის უკვე და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაზე ამ პროგრამებზე გადავიდნენ, რომელიც მათ დამოუკიდებლობასაც და განვითარებასაც ამ დროს ეუნევია, რომ მაგალითად სამ უნივერსიტეტში რო არის ეს პროგრამა, დარჩება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეუნევია, რომ თქვენ საერთაშორისო სტუდენტების მოლოდინი რო გაქვთ აქ რომ მოიზიდავთ და დღესაც იზიდავთ, ვერ მოიზიდავთ და იქნებით მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსების ხარჯზე, რომ თქვენი დამოუკიდებლობა და ფინანსების ნაწილშიც იყოს მთლიანად შეზღუდული და მხოლოდ სახელმწიფოს კეთილნებაზე იყოს დამოკიდებული. ანუ ამ პერსპექტივასაც, რაც განვითარება ჰქონდა, რა თქმა უნდა, უმაღლეს განათლებაში, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, განვითარების ტემპებთან დაკავშირებით და არა იმასთან, რომ იყო ეს განვითარება, რა თქმა უნდა, იყო ამ მიმართულებითაც სამწუხაროდ სასკოლო განათლებაზეც ორი სიტყვა და სასკოლო განათლება კრიტიკას, რა თქმა უნდა, ვერ უძლებს, იმიტომ რომ არასწორად რეაგირებთ იმ პრობლემატიკაზე, რა პრობლემატიკაც გვაქვს.
ერთი პრობლემატიკა, რომელიც ადვილად გამოსწორებადია, ეს არის ინფრასტრუქტურული და მიუხედავად იმისა, რომ უნდა ვთქვათ, მილიარდი დაიხარჯა ამ მიმართულებით და სახელმწიფო ბიუჯეტი განათლებიდან 600.000-დან გახდა 3 მილიარდი, ეს მყისიერად და კარგად გადასაწყვეტი მარტივად, ანუ თუ ფინანსები გაქვს ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებ, ეს პრობლემაც ვერ მოწესრიგდა და აღარ ლაპარაკობ მეორე ძირეულ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს საკადრო რესურსს, რომელიც მნიშვნელოვანია. აქ არის ორი კომპონენტი, ერთი მასწავლებლების და მეორე სკოლის ხელმძღვანელების, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის. სასკოლო ხელმძღვანელების და სკოლის დირექტორების კომპონენტი ვერ გამოსწორდა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია და უფრო ნაკლები რაოდენობა და მათზე დაფუძნება რეფორმის არის შესაძლებელი, იმიტომ რომ აქაც პარტიული პოლიტიკის ინტერესი დგას წინ, ვიდრე ბავშვების ინტერესები, რომელმაც კარგი განათლება უნდა მიიღონ და სკოლის დირექტორები ყოველთვის პარტიული ლოიალობის ნიშნით არიან შერჩეული და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, რითაც შეიძლება ჩვენ უზრუნველყოთ სასკოლო განათლება. რაც შეეხება მასწავლებელთა კომპეტენციას, აქაც მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერება და გაჯანსაღება მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა და აქაც პარტიული პოლიტიკა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგალითისათვის ჩვენ 2015 წლებში ვატარებდით მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებს, რომელმაც აჩვენა, რომ დაწყებით კლასებში 83%-ის მასწავლებლების ვერ აბარებს თავის გამოცდას. აჩვენა, რომ მათემატიკაში ანალოგიური ვითარება გვაქვს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ანალოგიური ვითარება გვაქვს. მახსოვს იყო საკმაოდ მარტივი გამოცდები. საკმაოდ მარტივი გამოცდა და თუ ეს საგანი არის ის წარმოუდგენელია მასწავლებელმა კარგად ასწავლოს, თუმცა ყოველთვის იყო სწორება წინა საარჩევნოთ, რომ არა გავაჯანსაღოთ და როგორღაც მაქსიმალურად კვალიფიციური კადრები დავტოვოთ და წავახალისოთ ან მომავალი თაობა მასწავლებლები შევიყვანოთ პროფესიაში, არამედ იყო რომ მასწავლებელთა უმრავლესობა იყოს კმაყოფილი კონკრეტულ საარჩევნო ციკლზე, რის გამოც მაგალითად ეს გამოცდების სავალდებულო სახით მოხსნეს მინიმალური 60%-იანი ზღვარით და ასე შემდგომ და დღეს აღმოჩნდა ისე რომ მასწავლებელთა კვალიფიკაცია და ის კორპუსი მასწავლებლების, რომლებიც რეფორმას უზრუნველყოფენ, დღესაც არ აქვს და უფრო მძიმე მდგომარეობაში, სწორედ მაგალითად, რაც სწორი პოლიტიკა იყო, ისიც არასწორად განხორციელდა, მაგალითად, სახელმწიფოს ჰქონდა პოლიტიკა, რომ მოეზიდა მასწავლებელთა განათლების პროფესიაში კვალიფიციური კადრები და გაეზარდა ამ თვალსაზრისით მოტივაცია და აფინანსებდა მასწავლებელთა განათლების პროგრამას, ანუ ის იყო უფასო ყველასთვის, ვინც მოხვდებოდა მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე, თუმცა აღმოჩნდა ის, რომ დღესდღეობით ამ 60 კრედიტიან პროგრამაზე მოდიან მშობლიურ ენას, ლიტერატურას და სოციალურ მეცნიერების მასწავლებლები 80%, როდესაც ამ საგნებში ჩვენ მასწავლებელთა გამოცდაზეც მაღალი შედეგები გვაქვს, მასწავლებელთა საშუალო ასაკი 40 წელი გვაქვს და ამ მასწავლებლების დიდი არმია პროფესიაში ვერ შევა, იმიტომ რომ ფიზიკურად ადგილი არ გათავისუფლდება, ხოლო იმ მიმართულებებზე, რომელიც გულისხმობს მათემატიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, სადაც მასწავლებლები არ აქვს, იქ მაგალითად 5 წლის განმავლობაში ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა მოამზადეს 26 ქიმიის მასწავლებელი, 11 ფიზიკის მასწავლებელი, მათემატიკაში და ბიოლოგიაში ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ რეალურად ვერ მოამზადეს და გარდა ამისა, თუ ავიღებთ მისაღები გამოცდების შედეგად სამწუხაროდ ყველაზე დაბალი შედეგები ყველა პროგრამიდან გამომდინარე აქვს მასწავლებელთა განათლების პროგრამის სტუდენტებს, იმის ნაცვლად, რომ ვიზიდავდეთ საუკეთესო მასწავლებლებს ამ პროფესიაში. უღმესი მადლობა ბატონ შალვა. ჩემი სტუმარი ძალიან დიდი მადლობა ბატონ შალვა. მე ვამთავრებ ჩვენ გადაცემას, მე მანამდე წავიკითხავ თქვენის ნებართვით რამდენიმე ამბავს კი არა. ესე იგი ადვოკატის ცნობით დააკავეს ლარა ნაჭყებია, რომელიც გუშინ პოლიციამ იდენტიფიცირებისა და აქციაზე სახის დაფარვის საბაბით ოქმის შედგენისათვის გააჩერა. აგრეთვე ადვოკატის განცხადებით ადმინისტრაციული წესი დააკავეს ჩემი მეგობარი, ამას ხაზგასმით კი არ ვამბობ, უბრალოდ აღვნიშნავ, ნინო სვანიძე. გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს მაღალი ალბათობით სავარაუდოდ შალვა ჩუბინიძე. გზის გადაკეტვის საბაბით ნამდვილად დააკავეს ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, დააკავეს ლევან ჯობავა, დააკავეს აქტივისტი საბა ხომერიკი, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის მიზეზით და ასევე ესეთი კაცი მოქალაქე გიორგი მარგიანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი ორ სიტყვას ვახოსანაიაზე, ვახოსანაია ჩემი კოლეგა ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ჟურნალისტი, კარგი მოქალაქე დაკავებულია ნამდვილად. ავიცი რა უნდა გითხრათ? აპროტესტეთ უკლებლივ ყველაფერი მეთქი, მაგრამ აი ეს რუსულობის დამკვიდრება ამ ქვეყანაში აპროტესტეთ სულ მანამ სანამ რუსულობას ამკვიდრებს ერთი კონკრეტული პირი და მისი ქვემდებარენი. მე
არა სრული ერთი კვირით, 6 დღით, ანუ მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ფიქრები ქვეყანაზე, ფიქრები კავშირებზე, წარსულსა და მომავალს შორის. ფიქრები